ხადებას იყო ნამდვილად მოლოდინი, რა შეიძლებოდა ითქვა მას ამ თემასთან დაკავშირებით და პირდაპირ თქვენ გადებთ ხელს, ხო, თქვენს გუნდს გახარიას კონკრეტულად და ამბობს, რომ ასეთი პრაქტიკა დახვდა და დიდი დრო არ დაუხარჯავს აი ამ პრაქტიკის შეცვლაზე. რა სიტყვით ამ განცხადებასთან დაკავშირებით? კი, სხვა შორის მოიტყვა კიდევაც, მაგრამ ამაზე ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ სალამი ანა და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გიორგი გახარიასგან განსხვავებით და გიორგი გახარიას გუნდისგან განსხვავებით ღარიბაშვილს ამ განკარგულებების გამოქვეყნება არ მოუთხოვია. მე საზოგადოებას გავახსენებ, პირადად ჩემი ხელმოწერით მოთხოვნილი მაქვს კობახიძის სახელზე გაგზავნილი მაქვს ოფიციალური წერილი პარლამენტის როგორც პარლამენტის წევრს, რომ სასწრაფოდ დროულად გამოაქვეყნოს ყველა განკარგულება, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან არის გამოცემული. ნუ ეს თარიღი მიუთითე, იმიტომ რომ ეს რაღაცა სპეკულაციები გამორიცხული იყო, ჩვენ დასამალი არასდროს არაფერი გქონია. ახსნა კიდევაც და მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია 2020 წლის სექტემბრის ბოლოდან, რატო შეიქმნა ტექნიკური პრობლემა და ტექნიკური ხარვეზი ამ განკარგულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, არასდროს არაფერი დაგვიმალავს, 0 განკარგულება თუ რაიმე ნებისმიერი სხვა დაუმალავს ჩვენს გუნდს და ზუსტად ამიტომ აი ამ თავისუფლების მაღალი ხარისხით 2019 წლის სექტემბრიდან, ანუ როდესაც გახარია დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, იმ პერიოდიდან ვითხოვთ ყველა განკარგულების გამოქვეყნებას. ასევე მე თქვენც მოგატყუათ, ხო, ვიცი, თქვენ ინფორმაცია მოგაწოდათ რაღაცა ციფრებზე, მე თქვენც არასწორი ინფორმაცია მოგაწოდათ ფაქტია, იმიტომ რომ მე აჩიკო თალაკვაძე გამოვიდა და თქვა 7700-ს რაღაც განკარგულება გამოცემულა, არ ვიცი 50000-ამდე. ანუ კობახიძის ადმინისტრაციამ ტყუილი ინფორმაცია, ტყუილი გაავრცელა, ანუ ეს რიცხვი, რომელიც მათ გამოაქვეყნეს, ტყუილია, ანა. ყოველ შემთხვევაში ნახეთ, ყოველ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ ყველაფერი უნდა გამოქვეყნდეს, ეს უნდა იყოს ყოველას მოთხოვნა, ყველაფერი უნდა გამოქვეყნდეს. თქვენ როგორც მახსოვს მოგაწოდათ ინფორმაცია რაღაცა 3000 რაღაცაზე, თალაკვაძემ თქვა 7000 რაღაცა, ეს ციფრი ალბათ 50000-მდე აბა, მაგრამ თავარი დავეყნოთ, ჩვენ ცხადია დავეყნობით ოფიციალური ინფორმაციას, ხო, პოლიტიკოსის ვთქვათ კომენტარი ხო ვერ ვიხსენებთ არის იმაზე, რომ თავარი ტყუილია ის რაც კობახიძემ გამოაქვეყნა, კობახიძის ინფორმაცია, ხო, მისი ადმინისტრაცია. გამოაქვეყნა რას ნიშნავს? ის ციფრი, რომელიც მიაწოდა ჩვენ საინფორმაციო სამსახურს. ამას ითხოვს ჩვენი გუნდი, რომ ყველაფერი გამოქვეყნდეს. ანუ ეს პასუხი არ ვიცი რამდენად არის ჩემს კითხვაზე, ანა. ის რიცხვი, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციამ, არასწორია. თქვენს კითხვაზე პასუხად მე რა მახსოვს რამდენი ციფრი იყო, ანა ეხლა რას მეუბნებით, ეს ხო შეუძლებელია. თქვენ ხო იცით, რომ არსებობს არ ვიცით ის ასე თქვენ არ ამტკიცებთ, რომ ასე არ არის? თქვენ არ ამტკიცებთ, რომ 3000-ზე მეტი განკარგულება არ გამოქვეყნებულა? ძალიან მარტივ რაღაცას ვამტკიცებ. მე ვამტკიცებ იმას, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გქონია და არაფერი გვაქვს. შესაბამისად ვითხოვთ, რომ ყველაფერი გამოქვეყნდეს. 50000-ია, 50000 გამოქვეყნდეს. ეხლა ამ ციფრებთან დაკავშირებით ეს ციფრები კიდევ შორს წაგვიყვანს, მაგრამ საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, ხა მთავრობის რეგლამენტი შეიძლება ყოველს წაკითხული არ აქვს, ან რატო უნდა კონდეს მოქალაქის წაკითხული, მაგრამ თქვენც თუ არ იცით აქვე გეტყვით იმას, რომ არსებობს ელექტრონული მთავრობა, პროგრამას ქვია ეს არის ფაქტობრივად დოკუმენტ ბრუნის პროგრამა და იქ ძალიან ბევრი განკარგულება, რომელიც მთავრობის ხდომაზე საკითხად არ განიხილება, ეს ნუმერაცია შესაძლოა იქიდან მოიტანეს, ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ აჩიკომ თალაკვაძემ უფრო სწორად, უმრავლესობის უფროსად პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კიდე რაღაცა სწავლილი ციფრი თქვა და 50000-მდე შეიძლება ავიდეს. მთავარი აქ არის, რას მალავს კობახიძე და ოცნება. მთავარი ეს არის. ფაქტია ის რეაქცია, რაც ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, მე უსმენდი კიდევაც თქვენ შესავალს ესეც ხუთს. ფაქტია, რომ რაღაცას განსაკუთრებულად უფრთხის ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს ღარიბაშვილი და ამიტომ მოდით ეს სპეკულაციები რომ არც ერთ განკარგულებას რო არ აქვეყნებს უწყება და ამ უწყების ხელმძღვანელი არის კონკრეტული პირი, ხა რა თუნდა აქ ბევრი კითხვის და ასე ვთქვათ ნიშნების დასმა სულად ლეგიტიმურია კითხვა და ეჭვი იმასთან დაკავშირებით რომ აქ რაღაც არის დასამალი, მაგრამ მე თქვენზე კითხეთ, ანა, ამით დავიწყეთ საუბარი. აი ეს ღარიბაშვილის ის არის ასეთი პრაქტიკა დამხვდა, ბევრი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე. პრაქტიკულად აი ამ დამალვის
რაღაც ფუძემდებლად გამოგიცხადათ თქვენი ლიდერი, ხო? და მე მომიწია გაგრძელებაო რაღაცა ესე გამოუვიდა ღარიბაშვილს და ამაზე რა სიტყვით? ანუ 3 წელი რასაკეთებ და კაცო ეს ღარიბაშვილი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა ჩვენმა გუნდმა ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, მათ შორის ამ მთავრობის ხდომის საკითხების რაოდენობა, რომ ჯამში 53 მთავრობის ხდომაა ჩატარებული, 508 საკითხი. არა, ამ რიცხვებში და არ გვინდა ან ბუღალტერიაში შესვლა, მოგესმით უკვე პოლიტიკური შეფასების საგანია და ამაზე ვსაუბრობთ, ხო? არა, პოლიტიკური შეფასების საგანი არ არის, ფაქტებია, ციფრები პოლიტიკური შეფასების საგანი არის. თქვენს დროსაც ალაგ-ალაგ ქვეყნდებოდა და ფაქტია ის, რომ ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ პრაქტიკამ აქედან დაიდო სათავე და შემდეგ თვითონ ბევრად უფრო დიდი წარმატებით გააგრძელა. არა, თუ შეიძლება დამასრულებინოთ, რომ მაყურებელმა მოისმინოს თქვენს კითხვებზე ჩემი პასუხები, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა. ალაგ-ალაგ ქვეყნდებოდა არ არის ესე. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენს გუნდს დასამალი არასდროს არაფერი ჰქონია და მე თვითონ ჩვენი გუნდი ითხოვს ანა გამოქვეყნებას. ჩვენი გუნდი ითხოვს ამ ყველაფრის გამოქვეყნებას. რატო ნერვიულობენ, რა აქვთ ეს დასამალი გამოაქვეყნონ? ღარიბაშვილი 3 წლის განმავლობაში 0 განკარგულება რო აქვს გამოქვეყნებული, მაშინ როდესაც ჩვენ მუდმივად ვაქვეყნებდით კონკრეტულად ამ ხარვეს ტექნიკური ხარვეზამდე და ამასაც რო ჩვენ ვითხოვთ. ანა, პირველად როდის მოითხოვეთ? მე ვნახე თქვენ მიერ გამოქვეყნებული წერილი, ვნახე სოციალურ ქსელში. თქვენი ადრესატი უკვე ირაკლი კობახიძეა, მიმართავთ მას და ითხოვთ ნამდვილად გამოქვეყნებას. მე პირადად მაქვს გაგზავნილი. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ ვიმეორებ ჩვენს გუნდს არასდროს არაფერი დაუმალავს და დასამალი არაფერი გვაქვს და ვისაც დასამალი აქვს ის რომ ნერვიულობს ფაქტია. მე პირადად მაქვს გაგზავნილი და ჩვენს გუნდს რამდენიმე წერილი აქვს გაგზავნილი ამ განკარგულებების გამოთხოვით. და როგორი პასუხები მოდიოდა, იცით, ესეც შემიძლია რომ მოგაწოდოთ, აი ნაწილს რაღაცებს გვიგზავნიდნენ და ზოგადი შაბლონური პასუხი ჰქონდათ, რომ აი დანარჩენი საიდუმლოა. პირველად როდის მოითხოვეთ, ანა, რომელ წელს მოითხოვეთ განკარგულებების გამოქვეყნება და არ მოგწევთ? 2022-ზეა საუბარი. მე შემიძლია გაგიზიაროთ ახლა. არანაირი პრობლემა არ აქვს, მე ამას ყოველთვის ისედაც საჯაროა ეს პარლამენტით საიძედებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. გამოაქვეყნონ ყველაფერი. რა აქვთ დასამალი? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაში არის პრობლემა? როდესაც გამოდის კობახიძე და ამბობს, რომ აი მე დავიწყებ გამოქვეყნებას, დღევანდელით არ ითვლება ეს. ესე არ ხდება. ვერ ჩამოირიცხავენ ამ ყველაფერს. აქამდე სად იყო? რატომ ალავენ? რას მალავს ღარიბაშვილის განკარგულებებში რა იმალება? ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. 2019 წლის სექტემბრიდან ყველაფერი გამოაქვეყნონ. კარგით, ეხლა რაც შეეხება დანარჩენ გზავნილებს, ნუ აი ხაზარაძეზე რაც ილაპარაკა გასაგებია, ამას ჩვენ გაქვთ რაიმე აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, აი რატომ ხდება, როგორ ფიქრობთ, ნამდვილად არ ვაპირებთ ანა რაიმე კონტექსტში უცნებას დავეხმაროთ ლელოს წინააღმდეგ. ნამდვილად არც მე არ ვაპირებ ამას და არც ჩვენი გუნდი არ აპირებს. რაც შეეხება დანარჩენ გზავნილებს, კი, გეტყვით ახლავე. ღარიბაშვილის და ისევე როგორც ოცნების, ხო? თავარი გზავნილი არის, რაც ცდილობს, რომ დაშლილი რამდენ მომრავლებად არის დაშლილი ნაცები, მე მგონი ვერ დავთვლით ახლა მე და თქვენ, დაშლილ ნაცმოძრაობას რაღაცნაირად დაეხმარონ და ხან ლელოს აწებებენ, ხან იმას, ხან ამას, ანუ საბოლოო ჯამში, რასაც ოცნება ახლა ცდილობს და ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, დაშლილი ნაცების დახმარება ამის გამო ხდება მუდმივად რაღაც ამ ნაცმოძრაობაზე მუდმივად ხაზგასმა, არა და ეს ნაცმოძრაობა ფაქტობრივად აღარ არსებობს, ყოველ შემთხვევაში კი ხედავთ რაც ხდება მათ თავს და მე ვიღაცებისთვის მიწებება, რომ იმის იმასთან ერთიანდება, ეს ამასთან ერთიანდება და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ხო ეხლა არ დაწყებულა, ანუ ახალი არ არის ამ ყველაფერში, მაგრამ ლელოსთან დაკავშირებით მე კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ ლელოს, არანაირად არ ვაპირებ, რომ ოცნებას მივეხმაროთ ლელოს წინააღმდეგ რამეში პირიქით წარმატებები. ანა, აი ის პროცენტები და რიცხვები, რომელსაც ასახელებს ღარიბაშვილი, ჯერ ერთი თუ ესეთი არარაობა არის ეს პოლიტიკური ჯგუფი, ეს ღელვა, ეს საფუძველი, მაშინ რა შეიძლება იყოს ოცნების, ცოტა გაუგებარია, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ აი საკონსტიტუციო უმრავლესობაზე არ ექნებათ პრობლემა, იყო კითხვა, რომ აი რა რესურსი, რაზე დაყრდნობით ლაპარაკობს ოცნება, რომ ის აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას
და დიახ, ჩვენ გვაქვს ეს რესურსი, ეს იყო დღეს ღარიბაშვილის პასუხი. აი, რა იცით თქვენ ამ ყველაფერზე, ეს რა ტიპის კამპანიაა ქართულ ოცნებას, რომ აი რაღაც დაარწმუნოს მისი თქვათ ამომრჩევლები თუ საზოგადოება, რომ ცუდად არ აქვს საქმე თუ აი შეიძლება რეალურად კარგად აქვს, არ ვიცი, აი რა იცით თქვენ, რამე არსებობს ან კვლევა, ან რიცხვი, ან პროცენტი, რასაც შეიძლება ოცნება ეყნობოდეს? არსებობს ანა ნამდვილად ესეა, სხვათა შორის ეს კვლევა მათ შორის ჩატარებული აქვს ოცნებას 8 ნოემბრის შემდეგ და ამას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ საუბარი არის კვლევაზე, რომელიც ჩატარდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია, როდესაც გაიცა უკაცრავად. ამის შემდეგ ჩაატარა ოცნებამ ეს შიდა მოხმარებისთვის ოცნება ხშირად ატარებს სხვადასხვა კვლევებს და მუდმივად ზომავს, ასე ვთქვათ, საკუთარ თავსაც და სხვებსაც და მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია იქნა მიღებული, ოცნებამ აღმოაჩინა, რომ ოცნების და ნაცმოძრაობის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე. შეგნებულად ვამბობ ნაცმოძრაობასაც, იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანია, რატო ცდილობს ახლა ოცნება, რომ დაშლილ ნაცმოძრაობას მიეხმაროს და ხან ლოს აწეპებს, ხან ჩვენ და ხან ვის და ხან ვის, ხო? ანუ აქედან მომდინარეობს ეს ყველაფერი. იმის ახსნას ახლა აღარ დავიწყებ, რატო სჭირდება ოცნებას ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნაცმოძრაობა შეინარჩუნოს და პირიქით ამ ყველაფრის საფუძველი არის ისტორიულად დაბალი მხარდაჭერა რეიტინგი და გავაგრძელებ ანა ნახეთ მე გაგახსენებ საზოგადოებას გავახსენებ ბიძინა ივანიშვილი სანამ ფორმალურად ესე ვთქვათ გამოჩნდებოდა 30 დეკემბერს 30 დეკემბრამდე აი წინა დღეებში 28-29 დეკემბერს აი ზუსტად რამდენიმე საათი თუ რამდენიმე დღით ადრე თვითონ გვიმტკიცებდა მათ შორის კობახიძე რომ რაში გვჭირდებაო ბიძინა ივანიშვილის მაღალი ლეგიტიმაცია ჩვენ ისედაც 60%-ს ვიღებთო და მე აღმოჩნდა რომ თურმე ისე მარტივად არ ყოფილა მათი ამბავი დინარაძის კომენტარი არსებობს ივანიშვილთან დაკავშირებით რომ აქტიურად არის ის ჩართული კომუნიკაციაში ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი რაც პარტიას 1-2-ად ადგებაო აი ღარიბაშვილის შემდეგ ისაუბრა სწორედ მამუკამ დინარაძემ ამ საკითხზე ივანიშვილი ჩართულია კომუნიკაციაში და ეს პარტიას 1-2-ად ადგება არა დინარაძეც არ გვჭირდება ამ ყველაფერს რომ ანუ ისედაც თვითონ აღარ ბიძინა ივანიშვილმა რა გააკეთა ანა 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა ორი რამ გააკეთა ნუ ერთი გახარია წეულა და მეორე დააკნინა საკუთარი გუნდი და დააკნინა თითოეული ეს ადამიანი რომელიც ახლა ლიბლიბებს ასე ვთქვათ ხო რომელიც ახლა ჩანს როგორც ლიდერები ოცნების და თვითონვე აღიარა ფაქტობრივად საჩუქარი გაგვიკეთა თვითონვე აღიარა რომ თელი ამ 3 წლის განმავლობაში როდესაც ის არ იკავებდა არანაირ ფორმალურ თანამდებობას თქვა რომ კიო მე ვიყავიო 2-3 კაცთან ხაზზეო მაგრამ მე ისე გამოვიდა რომ არ იყო ეს საკმარისი ფაქტობრივად 2-3 თუ 10 იყო ეს კიდე ცალკე თემა მაგრამ თვითონ არავის ისე აღიარებითი ჩვენება მოდი ასე ვთქვათ არ გაუკეთებია ოცნებასთან მიმართებით ვიდრე თავად ბატონმა ივანიშვილმა ხო თავადვე უსაყვედურა ძალიან ბევრჯერ მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით გაგახსენებთ და ეხლა დინარაძე რა სიტყვის საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის იმიტომ რომ დინარაძეს წარმოდგენა არ აქვს სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი რას და როგორ აკეთებს და რას აპირებს ანა თქვენც და თქვენი გუნდის წევრები ბოლო კითხვას დაგისვამ და თუ შეიძლება მოკლედ რომ მიპასუხოთ ხშირად ბოლო აი აჟიოტაჟის დროს საუბრობთ რომ აღარ აპირებთ რომ გაატაროთ რამე კითხვის ნიშანი შესაძლო კორუფციულ თემებთან ხო აი ამ განცხადების შემდეგ აი ვთქვათ რაიმე სტიმული არის ეს ღარიბაშვილის განცხადება თქვენთვის რომ რაღაც ვთქვათ ახალი ფორმა გააჟღეროთ ან შესაბამისი განაცხადი კი მესმის აბსოლუტურად ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ანა ეხა გასაგები მიზეზების გამო იმის რესურსი რომ ზოგადად რაიმე ტიპის დეზინფორმაცია და ტყუილი გავატაროთ ჩვენ გუნდთან დაკავშირებით ეს ყველას ეხება თავისთავად მაგრამ კონკრეტულად კორუფციას რაც შეეხება კორუფციასთან დაკავშირებით ანა ჩვენ ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს თავისი დასაბუთებებით კონკრეტულ кейსებზე, კონკრეტულ საქმეებზე. ნახეთ დღეს თქვენი პარტიის წარმომადგენლის ბრიფინგი მათ შორის მეზრეშვილის კონკრეტული ინიციატივები. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი
ინიციატივები კიდევ ცალკეა საკანონმდებლო ინიციატივებს არ გულისხმობ კონკრეტულ სავარაუდო სისტემურ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ კორუფციულ საქმეებზე პროკურატურაში გვაქვს შეტანილი თავისი დასაბუთებებით და გამოძიებებს არ იწყებენ ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება ჩვენ ყველა კი არ ვსაუბრობთ 25 ოჯახზე რომელზეც ფაქტობრივად ნაწილდება აი ეს გაზრდილი ეკონომიკური ესე ვთქვათ მაჩვენებელი რომელთაც ვითომ ამაყობს ოცნება მაგრამ ფაქტია რომ ეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე არა ისახება პირიქით უძვირდება ამ ხალხს ამ ქვეყანაში ცხოვრება ამ პროცესში ჩვენ რა თქმა უნდა ანა გავაგრძელებთ ეჭვი არავის შეეპაროს ეჭვი არავის შეეპაროს დიდი მადლობა ანა დაგემშვიდობები ანა ბუჩუკური გვერდთვებოდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში მოდი ვნახოთ